მოგესალმებით. ეს არის გადაცემა ჩემოდანი. მე ვარ თამარი გერმანიიდან, კი არა და თამრი გერმანიიდან. მოგესალმებით, მე ვარ თეაკო კანადიდან. თეაკო, როგორ ხარ? როგორ გრძნობ თავს? დღეს ჩვენი მესამე ეპიზოდი გავა ექსკლუზიურად ჩვენი მსმენელისთვის. პრინციპში, რატომ ექსკლუზიურად ყველა მოისმენს, ვისაც სურვილი აქვს, მაგრამ როგორ გრძნობ ორი ეპიზოდ გამოვლილი? თავს გრძნობ კარგად, ისევ მოტივირებულად რომ გავაგრძელოთ და მახარებს ჩვენი მსმენელის აქტიურობა და გულშემატკივრობა, ამიტომ ეს არის ძალიან დიდი мотиваცია და მადლობა თქვენ. კი, მეც მახარებს და სიმართლე გითხრა არც ველოდი, იმიტომ რომ ცოტა კრიტიკულად ვარ ასეთი რაღაცების მიმართ განწყობილი, თუმცა შენი მუშაობა მაინც ნაყოფს იღებს, იმიტომ რომ შენ ხარ ამ ყველაფერზე მაინც პასუხისმგებელი ხალხთან ურთიერთობის საკითხებში შენ ასრულებ ყველაზე დიდ როლს. მადლობა თამრი, მაგრამ ვფიქრობ რომ შენი მუშაობის გარეშე მაინც არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ხალხს უნდა მივაწოდოთ რაღაც ხომ, ამიტომ ამ ყველაფრის არა მე იმას არავითარ შენ ძირითადი ნაწილის დაგეგმაში შენი შრომა არის ჩადებული, ამიტომ კი ბატონო, გადავიღებ შენთან. კი, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა არის ყველაზე მთავარი. ჩვენ ახლა მგონი ჩხუბზე გადავალთ, ასე რომ სანამ ერთმანეთი შეგვიჭამია, ჯობია, მაინც ვერაფერს ვერ მიზამ, იმიტომ რომ შორს ხარ. აბა. თეაკო, როგორი კვირა გქონდა? კვირა იყო ცოტა ამაღელვებელი, იმიტომ რომ უნივერსიტეტში იმ ორი საგნიდან, რომელსაც ახლა გავდივარ, ერთ-ერთი დავასრულე და ერთი საგანი მაშორებს იმას, რომ დავიწყო ჩემი სამაგისტრო ნაშრომის წერა და უკვე თითქმის პროგრამის დასასრულისკენ მივდივარ და აი არ ვიცი, სასწაული ემოციებია. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ უკვე ფინიშისკენ გავდივარ და ეს ერთ-ერთი კურსიც დავასრულეთ და რაღაცა ძალიან ამაღელვებელია. და შენი საბოლოო ნაშრომი თუ თეზისი რასაც წერ, როდის უნდა დაიწყო? უკვე უნდა დავიწყო აპრილის ბოლოდან. და მთელი ზაფხული უნდა მივუძღვნა წერას. და მერე გექნება დრო ჩვენთვის? მექნება დრო, იმიტომ რომ ეს არის განტვირთვის საშუალება ჩემთვის და ძალიან მიხარია. და ზოგადად მსიამოვნებს ამ საქმეში დროის და ენერგიის ჩადება, ამიტომ აბა სხვანაირი პასუხი გაგეცა. რომც არ გქონდეს, მაინც გაპოვნინებთ დროს. თეაკო, ერთი სურპრიზ კითხვა მაქვს შენთვის. სადმე ხომ უნდა გავაზიარო მერე ჩემი ეს ისენი, რა ქვია. კი, და მოგისმენთ ყველა. ჩემი სტრესი. მომისმინე, სურპრიზ კითხვა მაქვს შენთვის. ზათხარ? როდის აპირებ დაოჯახებას? გაგვანდე ხალხი ელოდება პასუხს. დარწმუნებული ვარ მარტო მე არ მაინტერესებს, ძალიან ბევრს აინტერესებს, ასე რომ გვიპასუხე. პოდკასტის ანონსივითა ეგეც. არის უკვე საუბარი ამ თემაზე და რაღაცები იგეგმება, მაგრამ კონკრეტულად ვერ გეტყვი. კარგი, მაშინ ექსკლუზიურად შევინახოთ ეს ჩვენი გადაცემისთვის და მაგრამ აუცილებლად გავაზიარე. აუცილებლად უნდა გაგვიზიარო, აუცილებლად. სანამ სხვა გაიგებს, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ. თორე ჩამოგაქვეითებთ გადაცემიდან. ნები მხოლოდ ხალხთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტი დიახ. ვაუ, არ ველოდი ამ კითხვას. არც მე არ ველოდი ამ კითხვას და დაგისვამდი, მაგრამ მაინც გავბედე და გკითხე. იმედია ამ გადაცემის მერე თეაკო სპეციალურად არ მომთხოვს გასაუბრებას ჩემთან, რომ მისაყვეთ უროს. არა, რატო? უბრალოდ პასუხს ცოტა გვიან დაგიბრუნებ. ნუ, პრინციპში პასუხი მივიღეთ უკვე მაინც და
მით უმეტეს თუ არ იცი როდის იქნება, დაველოდებით. ამჟამად ის რაც მივიღეთ საკმარისია და უნდა დავკმაყოფილდეთ ამით და დანარჩენი რაც იქნება, მზად ვართ იმისათვის რომ სიახლეებიც მივიღოთ. ჩვენი გადაცემის საშუალებით. და ერთი რაღაცა გამახსენდა. გახსოვს რუსთაველის ქუჩაზე ბათუმში ჩვენი სხვათა შორის საქორწინო კაბების მაღაზია არ იყო იქ? რომელ მომენტს გულისხმობ? იმიტომ რომ ბევრი სიტუაცია. საქორწინო კაბების მაღაზიის წინ რომ ვიცინოდით. პატარა ძაღლი რომ დავინახეთ? ხო. სასწაული იყო. სხვათა შორის მე მინდა ჩვენ მსმენელს უთხრა, რომ მე ვგიჟდები შენი სიცილის მანერაზე. აი ხალხო ვგიჟდები. მე მინდა რომ ერთ-ერთ ეპიზოდში თამრი ისე გავაცინო, რომ თქვენც გაიგონოთ ყველამ საყოველთაოდ, იმიტომ რომ ვგიჟდები მის სიცილზე და ბევრჯერ მithქვამს, რომ უნდა გავაკეთო აუდიო ჩანაწერი მისი სიცილის და უნდა დავაყენო ჩემი მაღვიძარს. ხო, ნუ ეს ახლა რასაც ვიცინი, ეს არის უფრო ადრე ძველ არ ვიცი მე 18-19 საუკუნეში ქალებს რომ ასწავლიდნენ ხომ ახლა არ უნდა იცინო, ხელი უნდა აიფარო და ისე უნდა გაიცინო, ისე ვიცინი ახლა. იმიტომ რომ მაინც რაღაც გადაცემის ფორმატში ვარ, პრინციპში არც არის აუცილებელი ამ ფორმატში ვიყო, მაგრამ ცოტა რაღაცა გამაცინე და გავიცინებ, არ არის პრობლემა. უნდა აღნიშნო, რომ მსგავსი სიტუაციები ხშირად გქონია და აი არ ვიცი, ალბათ დაახმარება და გვჭირდება გარედან ჩარევა, შეგვიძლია იმდენი ვიცინოთ და ეს სიტუაციაც ერთ-ერთი ასეთი იყო. აი თან ისეთი მომენტები ალბათ ყველას ქონია მსგავსი სიტუაცია, როცა პატარა მომენტები ერთმანეთს ებმება და აი უკვე რო გეცინება და იქ ვეღარ ჩერდები და რაცა ამ ყველაფერს ერთმანეთზე აბამ. ხო, ანუ გავიხსენე გქონია ასეთი სიტუაციები. ხო, არ მახსოვს თქვი თუ არა, ანუ რუსთაველის ქუჩაზე საქორწინო კაბების მაღაზია იყო. ქორწილიდან დაოჯახებიდან გადავედი რატომღაც ამ თემაზე ეს გამახსენდა რუსთაველის ქუჩაზე იმდენი ვიცინეთ ორივე შუა ტროტუარზე ვიწექით და ხალხი ჩვენს ირგვლივ დადიოდა. ორივე ვიწექით, გაწოლილები ვიყავით და უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, არც ერთს არ შეგვეძლო წესიერად მოძრაობა, აღარ გქონდა ამის ძალა, რომ სიცილისგან აღარ გქონდა იმის ძალა, რომ წამომდგარიყავით ფეხზე. ნუ, რა თქმა უნდა, მე წამოვდექით, მაგრამ ეს მომენტი კარგად მასენდება. სხვათა შორის არ იყო დიდი ხნის წინ 2024 წლის აგვისტოში. და თან მარტო შენ რომ ხვდები რა ხდება და თან არ შეგიძლია ახსნა. მით უმეტეს თეაკოს გურული იუმორი ჩემი საყვარელია. ანუ ზოგადად არ ვიცი, არ მჩვევია ასე ხალხის და კონსპექტება, დანაწევრება, მაგრამ გურულების იუმორზე ვგიჟდები. ალბათ თეაკოს გამო არ ვიცი. თეაკო გურია. გურია. თეაკო, დღევანდელი თემა გავუზიაროთ, რა არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა. ის სიტუაციები, რომლებიც სრულიად ცვლიან ადამიანს, აქ მაქვს ჩემი iPad-ი და შენახული მაქვს ყველაფერი დაკონსპექტებული, რომ არაფერი არ დამავიწყოს, ამიტომ ვიხედები ზოგჯერ აქეთ. ესე იგი, დღეს ვისაუბრებთ სიტუაციებზე, რომლებიც სრულიად ცვლიან ადამიანის ცხოვრებას, ან მათ დამოკიდებულებას, შეიძლება მდგომარეობასაც, ცხოვრების გზას, ურთიერთობებს, რა ვიცი, ყველაფერს. და რა ზეგავლენას ახდენს ზოგადად ასეთი სიტუაციები ჩვენს ცხოვრებაზე, რომლების კონტროლიც არ შეგვიძლია
და რომლებზეც ჩვენ თვითონ ზოგჯერ დიდ ზეგავლენას ვერ ვახდენთ, იმიტომ რომ სრულიად მოულოდნელად ხდება ჩვენს ცხოვრებაში და შესაძლოა არც კი ველოდებოდით ისე დაგვატყდა თავს რაღაც კონკრეტული მოვლენა, შესაძლოა მზად ვიყავით, მაგრამ მაინც რაღაც დიდი ცვლილება გამოიწვია. თეაკო. რას ფიქრობ? ფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თემა გვაქვს მესამე ეპიზოდისთვის არჩეული და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ ჩვენ მსმენელს ქონია მსგავსი გამოცდილება და ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის თუ გავუზიარებთ ჩვენი ცხოვრებიდან რამდენიმე სიტუაციას, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი რეალობა. მე მინდოდა მსმენელისგანაც მიგვეღო ამ თემაზე საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ვფიქრობ შემდეგში წინასწარ ხომ გავუზიაროთ მსმენელს შემდეგი ეპიზოდის რა ვიცი, სახელი რითიც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას გაგვიზიაროს თუ არა. მაგრამ ძირითადად ჩვენ მოგერგებით თქვენ, იმიტომ რომ თუ რამე სხვა თემაზე გამოგვიგზავნით, ჩვენი ეპიზოდის თემას მოვარგებთ ისევ თქვენს წერილს. მაგრამ ამ ეპიზოდში წერილი არ გვექნება. ერთადერთი რაც მაინტერესებს, თეაკო, რაც კანადაში გადახვედი საცხოვრებლად, მას შემდეგ რას ფიქრობ, შეიცვალა ჩვენი მეგობრობა, ანუ ჩვენს მეგობრობაში რამე შეიცვალა? ფიქრობ, რაღაცეები შეიცვალა, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი ამ შემთხვევაში ჩემი ყოველდღიურობა შეიცვალა და შესაბამისად ის გამოწვევები, რასაც მანამდე თუნდაც საქართველოში ყოფნის დროს ვუმკლავდებოდი, ისინი უკვე აღარ არის აქტუალური და აქაურ ცხოვრებაზე ვარ მორგებული. შესაბამისად, მეგობრობაში რა ტიპის ინვესტიციას ჩავდებ, ესეც უკვე ჩემი ამ ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, აი თუ მჭირდება შენთან რომ სივრცე მქონდეს, ეს ყველაფერი მაინც უკვე აქაურ სიტუაციებს უკავშირდება. ამიტომ მგონია რომ მეგობრობის ხარისხს შეიძლება ვერ ცვლით, ეს თუნდაც ტერიტორიული ცვლილება, მაგრამ აი შინაარსობრივად, როდესაც შენ ცხოვრებაში რაღაცები იცვლება და თუნდაც რადიკალურად იცვლება, ეს უკვე ცვლის იმას თუ როგორ ხარ ურთიერთობაში და ამ შემთხვევაში მეგობრობაში და ვფიქრობ, რომ ჩემმა აქაურმა გარემომ ბევრი რაღაც შეცვალა კი. ან თუნდაც ისიც, რომ აი სანამ აქ ჩამოვიდოდი ემოციურად, სანამ თავს დავიმკვიდრებდი, დავიწყებდი გაცნობას აქაური რეალობის, თუნდაც ის, რომ ამ დროს რთულია, რომ ინტენსიური კომუნიკაცია და კონტაქტი შეინარჩუნო და ალბათ ესეც არის ერთ-ერთი ცვლილება და თუნდაც ის, რომ დროის განსხვავებას მოვერგოთ ორივე, ესეც ცვლის რაღაცებს. შენ რას ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ აქამდე, იმის გათვალისწინებით, რომ 21 წლის ვიყავი გერმანიაში, რომ წამოვედი და 22 წლიდან უკვე მარტო ვცხოვრობ, ეს მარტო ცხოვრება ჩემთვის საკმაოდ პატარა ასაკიდან შევეჩვიე მოკლედ. ნორმალური იყო ჩემთვის მარტო ცხოვრება და მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სრულიად მარტო არ ვიყავი, ჩემს მაშინდელ პარტნიორთან, ყოფილ ქმართან ერთად ცხოვრობდი. მე თვალები რატომ გადავაბრუნე, არ მინდოდა. იმიტომ რომ არ მინდა ასე გამოვიდეს, თითქოს რაღაც ცუდად ვახსენებდე არავითარ შემთხვევაში. ჩემს ყოფილ ქმართან ერთად ცხოვრობდი, მაგრამ მაინც მარტო ვიყავი, იმიტომ რომ მე თვითონ, მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს ყველაფერზე და მაშინ ეს განსხვავება იყო ჩვენს შორის. მე თითქოს რაღაცა უკვე 22 წლის ასაკში რაღაცა დიდი ქალი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვქალობდი, მაგრამ მაინც სხვა დაბრკოლებებთან, წინააღმდეგობებთან მქონდა კავშირი და სულ სხვა რეალობაში ვიყავი, გარდა იმისა, რომ გერმანიაში ვიყავი,
ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ სულ სხვა გარემოში ვიყავი, ანუ გარემოში ვგულისხმობ სულ სხვა პასუხისმგებლობები მეკისრა, რაც რა თქმა უნდა ამას ცუდად არ უმოქმედია ჩვენს მეგობრობაზე, მაგრამ ხშირად იყო სიტუაციები, რომლებიც მაგალითად რთული იყო ჩემთვის, რომ ამეხსნა შენთვის და ალბათ არ ვიცი, მაშინ გვისაუბრია კიდეც ბევრჯერ, ალბათ შენთვის კიდე რთული იყო, რომ რაღაცეები სხვანაირად წარმოგედგინა. არ ვიცი, შეიძლება ასე იყო. და ახლა უკვე ჩემი გადმოსახედიდან მე ასე მგონია, რომ ამ ხრივ ბევრი რაღაც შეიცვალა, იმიტომ რომ შენც უკვე მარტო ცხოვრობ, ანუ ის პასუხისმგებლობები, რაც მარტო ცხოვრებას მოყვება, ეს გამოცდილება უკვე გააქვს. მით უმეტეს ხარ ურთიერთობაში და ეს ურთიერთობაც უკვე სულ სხვანაირად მაინც ცვლის ადამიანს ურთიერთობა. მე ასე ვფიქრობ და ამანაც თითქოს ბევრად უფრო დაგვაახლოვა ამ შენმა ცვლილებებმაც. არა მარტო ისე რომ მეგობრები ვართ მხოლოდ გართობის დროს და სადღაც კლუბში წავალთ და მუსიკაზე ვიცეკვებთ თუ ერთად ვიცინით რუსთაველის ქუჩაზე, არამედ უკვე სერიოზულ ცხოვრებისეულ ნაბიჯებსაც ერთად განვიხილავთ. ნუ მანამდეც განვიხილავდით, მაგრამ ახლა უკვე სულ სხვა ეტაპზე ვართ, ასე მგონია. და ანუ თან რაღაცნაირი სიმწიფე იგრძნობა უკვე ჩვენს მეგობრობაში, ანუ ამისათვის 21 წელი დარჩა საჭირო იმისათვის, რომ ეს სიმწიფე გვეგრძნო, ან შეიძლება ჩვენ თვითონ მოუმწიფდით და მაგიტომ არ ვიცი ეს სიტყვა სწორი თუა, მაგრამ ვიყენებ მაინც. კი, გეთანხმები, სრულიად გეთანხმები და ვფიქრობ, რომ აი სიმწიფე ახსენე შენ, თუ მოწიფულობა მგონი? მოწიფულობა, ხო, მოწიფულობა. მე მგონი ორივე სწორია. ხო, მე ზოგადად მგონია, რომ როდესაც ცვლილებები მიდის შენში, აი შენ როგორც იცვლები პიროვნულად, შესაბამისად შენს გარშემო ან იმ ეტაპიდან იწყებ ახალ ურთიერთობებს, ან ძველ ურთიერთობებში ხდება გარდატეხა და რაღაცების გადაფასება და ამ შენ ახლანდელ მდგომარეობაზე მორგება. ანუ რას მეუბნები, რომ მე შევიცვალე და შენ არ შეცვლილ? არა, პირიქით ვამბობ ის, რომ ანუ მოწიფულობა რომ ახსენე, მე მგონია, რომ ურთიერთობაში მოწიფულობა არ მოხდება თუ მხოლოდ ერთი მხარე გრძნობს ამას. და მგონია, რომ ორივე იმიტომ არ გრძელდება ხშირ შემთხვევაში, აი თუნდაც ბავშვობაში დაწყებული მეგობრობა ხშირ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკში და მაშინ, როდესაც თუნდაც იქ ოჯახის და ოჯახების საკითხი შემოდის, ის რომ მეორე მხარე, ვთქვათ, სხვა მხრივ იწყებს განვითარებას, შეიძლება ბავშვობის ურთიერთობები იგივე ინტენსივობით აღარ გაგრძელდეს და მე მქონია ხშირად ჩემი სხვა ბავშვობის მეგობრებთან თუნდაც მსგავსი სიტუაციები, რომ რაღაცა ერთ-ერთი ხაზით აღარ განვითარდა, ანუ ის ჩემთვის ისევ შეუცვლელად იგივენაირად იმ შეგრძნებებით ბავშვობის მეგობრად დარჩა, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ახლა სადაც ვარ ემოციურად, იგივე ხაზზე, იგივე ტალღაზე შეიძლება ვეღარ ვიყოთ. და მე მგონია, რომ თუნდაც ჩვენ ურთიერთობაში ეს გარდატეხა ზუსტად იმიტომაც ხდება, რომ ჩვენში იცვლება რაღაცეები და ამ ჩვენი შინაგანი ცვლილებებით შემდეგ ხდება მეგობრობის გაახლებაც. და თუნდაც ის, რომ ორივე მხარე მიმღებელი იყოს ამ ცვლილებების მიმართ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ერთმანეთისთვის სივრცე შეიქმნას, თუნდაც აი რა იყო 10 წლის წინ და რა არის ახლა, რაღაც მხრივ რომ შეიცვალა ჩემში, ანუ მე რომ ამას ვაზიარებ ურთიერთობაში, ეს რამდენად უწყობს შემდეგ იმას ხელს, რომ ან უფრო მეტად გაღრმავდეს ურთიერთობა, ან რაღაცები ისე შეიცვალოს, რომ ვეღარ წავიდეს წინ. და ვფიქრობ, ეს ცვლილებების
სივრცე მეგობრობაში ან ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. და ამ ყველაფერზე კიდე გაცნობიერებლად საუბარი. ანუ ისე კი არა რომ რა თქმა უნდა არის ბევრი ურთიერთობა არ საუბრობ შეიძლება, ანუ ბევრი მეგობრობა შეიძლება წინასწარ არის საუბრო რომ იცი რა, მე ხა სხვა გზაზე მივდივარ და შენ სხვა გზაზე უნდა წახვიდე და ჩვენი მეგობრობაც დასრულდა, არამედ ავტომატურად ხდება თითქოს, ანუ კონტაქტიც უკვე წყდება ავტომატურად. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ თუნდაც ამ ეტაპზე, ამ მომენტში ერთმანეთთან საუბარი და არ არის აუცილებელი რომ სამუდამო გამომშვიდობება იყოს, მაგრამ თუნდაც საუბარი რა შეიცვალა, ეს შემდეგ ურთიერთობებში გამოგვადგება. და ვფიქრობ რომ საჭიროა რომ ასე გაცნობიერებულად ეს ნაბიჯი მაინც გადაიდგას, თუმცა ისიც ნორმალურია, კი არა და უფრო ნორმალურია ის რომ ზოგჯერ ურთიერთობები უბრალოდ დროებით პაუზდება და მერე გრძელდება, ან პირიქით ჩერდება უბრალოდ და აღარ გრძელდება არასდროს. ხო, და საინტერესოა ალბათ ზრდასრულობის ასაკის ერთ-ერთი თანდევი პროცესია ესეც. კი, მეც მასე ვფიქრობ. გადავიდეთ ჩვენს მთავარ თემაზე. მზად ხარ? მზად ვარ. ხომერ გისმენ? შენ ხომ არ გაიხსენებ შენი გერმანიაში ცხოვრების პერიოდიდან ისეთ სიტუაციას, რომელმაც შეცვალა შენი რეალობა, ან მოგიწია ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ შეგეცვალა რაღაცეები. კი, სხვათა შორის ახალ ჩამოსული ვიყავი დაახლოებით 2 თუ 3 თვის მერე ფეხის ტკივილი რომ მქონდა, ფეხის ოპერაცია რომ გავიკეთე, ეს მომენტი იყო ჩემთვის სრული, ანუ პირველ რიგში ძალიან დიდი ნდობა მქონდა ექიმების მიმართ, იმიტომ რომ ვიცოდი რომ არაფერი ცუდი არ მოხდებოდა და საკუთარი თავის მიმართაც, ანუ თითქოს დარწმუნებული ვიყავი რომ ცუდი არაფერი არ მექნებოდა, მიუხედავად იმისა რომ იყო რაღაც ეჭვები რომ შესაძლოა რაღაც არასასიამოვნო დაავადება ყოფილიყო მოკლედ. და მანამდე არასდროს არ ყოფილვარ იმდენად ავად, რომ ან თუნდაც ავადმყოფოში ყოფილიყავი, ან თუნდაც რამდენიმე კვირა სახლში დარჩენილიყავი და სკოლა გამეცდინა, პირიქით ვოცნებობდი, რომ ზოგჯერ ავად გამხდარიყავი, რომ სკოლაში არ წავსულიყავი, მაგრამ არ მომხდარა მსგავსი რამ არასდროს და აქ რომ ჩამოვედი დაახლოებით 2 თუ 3 თვის მერე ეს რაღაც სრულიად შემთხვევით ფეხის ტკივილი დამეწყო, ისე რომ საერთოდ საწოლიდანაც კი ვერ გადმოვდიოდი და გამოვიკვლიეთ ყველაფერი და ექიმმა პროფესორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს რომ მივსულიყავი მაგალითად საყამოს 6 საკლდა რაღაც წუთები და ხვალ გამთენიოს 5 საათზე უკვე ოპერაცია დამინიშნეს, იმიტომ რომ სასწრაფო საოპერაცია იყო, სახლშიც არ გამიშვეს ყავარჯნების გარეშე. და იმ მომენტში ერთადერთი რამაც ძალა მომცა იყო ის, რომ მჯეროდა, ბოლომდე მჯეროდა, რომ არაფერი ცუდი არ მჭირდა. და ასეც იყო, მერე რაღაც დიდი მეტალი ჩამისვეს ძვალზე, იმიტომ რომ ძვალზე მქონდა კისტა. და ეს მეტალი მერე გამოიღეს 1 წლის შემდეგ, იმიტომ რომ ხელოვნური ძვალი აითვისა ჩემმა ძვალმა, ანუ ისევ გამაგრდა ეს ძვალი, მაგრამ ეს მომენტი იყო გარდამტეხი ჩემთვის, იმიტომ რომ იმ მომენტში საკუთარი ჯანმრთელობა და ზოგადად საკუთარი სხეული 100,000 ჯერ უფრო დავაფასე და იმ მომენტში მივხვდი თუ რამდენად არ ვიცოდი ჯანმრთელობის ფასი და ზოგადად ასე, ანუ სანამ რაღაც მომენტი არ შეგემთხვევა, ანუ არა მარტო ჩემზე ვსაუბრობ, არამედ ზოგადად ადამიანის ბუნებაა მგონი ასეთი, რომ როცა რაღაც გაქვს, იმ მომენტში იმდენად არ ვიცით ფასი, არამედ
უკვე როცა აღარ გაქვს, მე ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა თურმე ეს რაც გქონდა. და ზუსტად ეს მოხდა ჩემ შემთხვევაში, მით უმეტეს 22 წლის ვიყავი, გამოუცდელი ვიყავი, სახლიდან შორს ვიყავი. მაგრამ იმ ჩემმა რაღაც ძალამ რა ვიცი, საკუთარი თავის რწმენა ვიპოვე და საკუთარი ჯანმრთელობა უფრო მეტად დავაფასე. და ყოველ დილით რომ ვიღვიძებდი ამ შეხვეული ფეხით და დაახლოებით 2 თვე ყავარჯნებით დავდიოდი, ყოველ დილით იმას ვფიქრობდი, რომ ოღონდაც შემეძლოს ამ ყავარჯნების გარეშე გავლა და ამას გავაკეთებ, ბალეტზე წავალ, სპორტზე ვივლი, ყველაფერს გავაკეთებ. და მართლაც გავაკეთე ეს ყველაფერი, ბალეტზეც დავდიოდი, ცეკვაზეც დავდიოდი, ყველგან დავდიოდი, ანუ თითქოს იმ მომენტის მერე საკუთარ თავს პირობა დაუდე, რომ აუცილებლად გამოვიყენებდი ჩემს ორივე ფეხს, იმიტომ რომ მანამდე ფეხების ფასი არ ვიცოდი. რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა და დღეს სრულიად ჯანმრთელი ვარ, ყველაფრის კეთება შემიძლია, სხვათა შორის მეკითხებოდნენ მაშინ კიდეც ბევრი არასასიამოვნო საუბარი მქონდა. ესეთი საუბრები, რომ ამის გამო ამას ვეღარ გააკეთებ, იმას ვეღარ გააკეთებ და დასკვნებს იღებდნენ, მაგრამ ამანაც ალბათ რაღაცა დიდი ზეგავლენა იქონია მაშინ ჩემზე. რას ქვია, ალბათ, იმ მომენტში მაშინ იქონია დიდი ზეგავლენა, იმიტომ რომ უფრო და უფრო ვიკეტებოდი და აღარ ვაჩვენებდი ამ ჩემს მოწყვლადობას, რომ შიში მქონდა და რაღაც რთული პერიოდი გამოვიარე, ნახე, ხმა ჩამიწყდა, ანუ დღემდე რთულად მიდის ეს პროცესი როგორც ჩანს, მაგრამ კი, იმ მომენტიდან დავაფასე ჯანმრთელობა. თეაკო, შენ გახსოვს რამე? შენ ქონია მსგავსი სიტუაცია? პირველ რიგში მინდა რომ გამოვეხმაურო ამ შენს ისტორიას, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს ეს შენი მდგომარეობა და მაშინ მახსოვს რომ აი რაღაცა შეგრძნება მქონდა ისეთი, რომ თითქოს ის რომ ფიზიკურად არ შემეძლო რომ შენთან ახლოს ყოფილიყავი, აი რაღაცა მხარდაჭერა, რაც იმ მომენტში შენთვის იყო აუცილებელი. და მახსოვს ეს მომენტები ძალიან კარგად მახსოვს და მახსოვს რანაირად განვიცდიდი და რა ვიცი, აი დღემდე მეც ძალიან მეხება ამის გახსენება. მაგრამ მიხარია რომ ამ ასე ვთქვათ რაღაც მხრივ ფიზიკურად მაინც ნეგატიურმა გამოცდილებამ ბევრი გარდატეხა მოახდინა შენში და მაქსიმალურად ისე ტრანსფორმირდა, რომ პირიქით, ანუ უფრო მოტივატორი გახდა ბევრი ცვლილების და ნაბიჯის, ასე ვთქვათ, შენ ცხოვრებაში. ამიტომ როგორც ვამბობ, არაფერი არ ხდება შემთხვევით და ალბათ მიუხედავად იმისა, რომ არასასიამოვნო გამოცდილება იყო, ბევრი რამ შეცვალა დადებითისთვის. და ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ მომენტიდან დაიწყო საკუთარ თავში, ან საკუთარი თავის რწმენის გაძლიერება ჩემში, ზუსტად ამ მომენტმა ეს იყო რაღაცა ვულკანებით რომ ამოფეთქა და იმ მომენტიდან უკვე დაიწყო, რომ საკუთარი ძალის ვირწმუნე და საკუთარი თავის მიმართ ნდობა უფრო მეტად მქონდა, ვიდრე რაღაცა ვიღაცეების ან რაღაცა გარემოებებისა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვენდობოდი ექიმებსაც. მაგრამ მაინც ალბათ საკუთარი თავის მიმართ ნდობა რომ არ მქონოდა, მათ მიმართ არ მექნებოდა კიდე ის ნდობაც და კი. ალბათ ამ ზოგადად მსგავს სიტუაციებში ისიც არის მნიშვნელოვანი თუ რამდენად უსმენ და რამდენად ძლიერია შენი შინაგანი ხმა, იმიტომ რომ შენ ახსენე, სხვადასხვა რაღაცა არასასიამოვნო აღქმა და დამოკიდებულება, თუნდაც გარედან, რომ შეიძლება ეს ვერ შეძლო. და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მსგავს სიტუაციაში ადამიანმა უფრო მეტად გააძლიეროს მისი შინაგანი მდგომარეობა და რეალურად მოусმინოს აი ამ შინაგან რწმენას, იმიტომ რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც
და მსგავს სიტუაციაში ხშირია შემთხვევა, როდესაც შეიძლება ბევრი ადამიანი გახდეს თუნდაც აი ამ გარეგანი შეფასების და სხვების დამოკიდებულების მსხვერპლი და მთლიანად ჩაახშოს შინაგანი ხმა. და რამდენად გადამწყვეტია თუ ვინ არის შენს გარშემო ასეთ სიტუაციაში და შენი გარემოცვა რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს მენტალურ მდგომარეობაზე. იმიტომ რომ ფიზიკურად შენ უნდა გაუმკლავდე ამ შენ ფიზიკურ მდგომარეობას, მაგრამ მენტალურად რამდენად ძლიერი იქნები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად შეძლო იმ ძალების მოკრება და მერე ისევ გაგრძელება. აჰა. შენ ქონია მსგავსი სიტუაცია, სიტუაცია მოვლენა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ან რა ვიცი, შეიძლება უფრო ადრეც, რამაც ამდენად დიდი ზეგავლენა იქონია შენზე და რაღაც დამოკიდებულებები შეგიცვალა, განწყობა, შინაგანი. პირველ რიგში რაც მახსენდება, აი ახლო პერიოდიდან არის მომენტი, როდესაც მივიღე პასუხი და გავიგე, რომ ავიღე კანადის ვიზა. და მახსოვს, რომ შენ იყავი პირველი ადამიანი, ვინც გაიგო ამის შესახებ. და აი სახლში მარტო ვიყავი, გავიღვიძე დილით, შევედი, ეს იყო ჩემი დილის რუტინა, რომ თეაკო ფოტო მაქვს და შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენს მსმენელს. მახსოვს, რომ ყოველ დილით ვამოწმებდი პლატფორმას, რომ მენახა რა სტატუსი ქონდა ჩემ აპლიკაციას და ეს იყო 18 ნოემბერი 2024 წლის. დილით მახსოვს, რომ შენ მოგწერე, ფოტოც გამოგიგზავნე. და რამდენიმე საათში, დაახლოებით მგონი 1 საათზე ნაკლებ დროში შევამოწმე ჩემი აპლიკაცია და ვნახე, რომ პასუხი იყო დადებითი. და აი ახლაც მიცემს გული, იმიტომ რომ ეს იყო აი რაღაცა ემოციების ზღვა. და ერთ რაღაცასთან დავაკავშირებ შენ ისტორიას, რომ აი შინაგან რწმენას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი კანადის ვიზაზე მივიღე უარი პირველ მცდელობაზე და მეორე განაცხადი გავაკეთე სულ რაღაც რამდენიმე კვირის შუალედში და როგორც გითხარით, ნოემბერში მივიღე პასუხი, რომ ჩემი ვიზა უკვე ვიზას დადებითი პასუხი მქონდა და დეკემბერში უკვე უნდა წამოვსულიყავი აქეთ. ანუ ძალიან მოკლე პერიოდში ხდებოდა ეს ყველაფერი და ძალიან დიდი იყო იმის შანსიც, რომ მეორე მცდელობაზეც უარი ყოფილიყო, იმიტომ რომ მქონია ბევრ ადამიანს შემთხვევა, როცა 3 და 4 მცდელობის შემდეგაც კი უარი მოსდით აპლიკაციაზე და ეს მეორე მცდელობაზე მომივიდა დადებითი პასუხი თან ისეთ პერიოდში, როცა უკვე აქ უნდა ყოფილიყავი დეკემბერში, იმიტომ რომ უნივერსიტეტი აღარ შემინარჩუნებდა უკვე მეორე მცდელობაზე, მესამე მცდელობაზე რომ გამეგზავნა განაცხადი ჩემს ადგილს და აი ყველაფერი იყო ერთმანეთზე გადაბმული და ერთმანეთზე დამოკიდებული, მაგრამ მაინც აი რაღაც შინაგანად ჯეროდა რომ ეს გამოვიდოდა, აი ჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ გარედან პროცესები ისე მიდიოდა, რომ უკვე რაღაცა შანსები ძალიან ikლებდა და კიდევ ერთხელ რომ გამეგზავნა განაცხადი, უკვე უნივერსიტეტში მექნებოდა ადგილი დაკარგული და ანუ რაღაც ერთმანეთზე იყო მიბმული ეს ყველაფერი და როცა მივიღე დადებითი პასუხი, აი ეს იყო, აი არ ვიცი, სასწაული განცდა და მახსოვს ამის შემდეგ, ანუ ჯერ ის რომ სიხარული, რომ აი ეს რაღაც ამდენი მცდელობის შემდეგ, მუშაობის შემდეგ მივაღწია და როგორც იქნა დადებითი პასუხი მოვიდა და რამდენიმე საათი ვიყავი ამ განცდაში და შემდეგ იმის გააზრება, რომ რადიკალურად უკვე იცვლება ყველაფერი და ის რაზეც ამდენი ხანი მუშაობდი, ანუ ესე დროს, ენერგიას, ყველანაირ ადამიანურ ინვესტიციას დებდი ამ პროცესში, რომ ეს ყველაფერი უკვე რეალურად ხდება და სად ვარ ამ დროს მე ემოციურად და ამან კიდე ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა. და მერე მოვიდა იმის გააზრება, რომ აი მე რეალურად აი მართლა მივდივარ. და ვაუ, ანუ რა ხდება და სად მივდივარ და კანადაში მანამდე ნამყოფიც რომ არ ვიყავი და წარმოდგენითაც კი რთული იყო, გარდა იმისა, რომ ფოტოებში და ვიდეოებში მქონდა ნანახი აქაურობა, აი წარმოდგენითაც კი რთული იყო, რომ წარმოსახვის დონეზე რაღაცა
გონებაში მქონოდა რომ აი აქ ამ ადგილას მივდივარ და ანუ ყველაფერი ერთმანეთს ემატებოდა და ბევრი სიახლე იყო ერთად, ძალიან ბევრი სიახლე იყო ერთად და აღმოჩნდი ამ სიახლებთან ძალიან ახლოს. და ეს იყო ჩვენთვის გადამწყვეტი მომენტი და მომენტი, როდესაც გავიაზრე, რომ ჩემ შინაგან რწმენას და შინაგან ხმას უნდა მივყვე და მოусმინო და თან ეს ყველაფერი რამდენ-რამეს ცვლის ჩემ ცხოვრებაში. და რაღაც ძალიან შთამბეჭდავი მომენტი იყო. კი, მახსოვს მე, კარგად მახსოვს, იმიტომ რომ იმ მომენტში, იმ პერიოდში მე ვიყავი ჩემი თეზისით დაკავებული და მახსოვს ბიბლიოთეკიდან დაგირეკე. თუ შენ დამირეკე მგონი. ამ ფოტოს აუცილებლად გავუზიარებს მსმენელს ინსტაგრამზე, აუცილებლად გამოვაქვეყნებთ პიჟამოებით რომ დამირეკე. პიჟამოებით დამირეკა, მომახარა ამბავი. და სხვათა შორის კარგად მესმის ეს იმ მომენტიდან ცვლილებები რომ დაიწყო და წარმოდგენა არ გქონდა სად მიდიოდი, იმიტომ რომ ზუსტად მასე ვიყავი მე რომ წამოვედი გერმანიაში, იმიტომ რომ მაშინ არც იყო ეს ვიზა ლიბერალიზაცია ამდენად მარტივად არ შეეძლოთ უბრალოდ ტურისტად წასვლა ევროპაში. ამისთვისაც კი ვიზა ჭირდებოდათ და არასდროს არ ყოფილვარ ევროპაში და ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ზუსტად იგივე რაღაც გავიარე მე და ალბათ მაგიტომაც დამირეკე პირველი მე. მაშინ მახსოვს რომ თან შენ გელაპარაკებოდი, თან SMS-ები დავაგზავნე ყველგან. ისეთი დრო იყო რომ ყველა იყო სამსახურში მგონი საქართველოში და და მე რავისგან ვერ ვიღებ გამოხმაურებას თან აქეთ შენ გელაპარაკები თან ემოციებისგან უკვე აღარ ვიცი რა ვქნა და იყო ის სასწაული მომენტი. აი დღემდე ისე მახსენდება რომ გული მიცემს. მეც მახსენდება, მეც ახლა თეო კანადაში მიდის. და უკვე იქარ. მე უკვე იმაზე ფიქრი რომ ვაუ ესე იგი უკვე მივდივარ, ანუ ახლა რა წავიღო, რა უნდა წავიღო, რანაირად რითი მივდივარ, როდეს მივდივარ, ანუ მე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ზოგადად როდესაც ერთ რაღაცაზე მუშაობ და ამ მიზანთან მიდიხარ და ხვდები რომ აი ეს ამას უკვე მივაღწიე, მე არ ვიცი ალბათ ბევრთან ხდება ასე რომ აი მე რაღაც უკვე ახალი ეს გადადის და იმ ადგილს ავსებს უკვე სხვა პროცესი რომ აი ახლა სხვა რაღაცაზე უნდა მობილიზდე და ეს არის მუდმივი მოძრაობის და მუდმივი მუშაობის პროცესი და მგონია რომ არა მხოლოდ ესეც მსგავს ბიუროკრატიულ სიტუაციებში ქონია ბევრს მსგავსი გამოცდილება, არამედ ზოგადად ცხოვრებაში, როდესაც ერთ რაღაცას მიაღწევ, ალბათ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს წინსვლა, განვითარება, ბევრი რაღაცის შეცვლა და ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ შემდეგ აი ამ ადგილს იკავებს სხვა რაღაცა და ეს ხდება შეიძლება ავტომატურადაც კი, იმიტომ რომ ზოგჯერ სურვილი გაქვს, რომ აი ამოისუნთქო და რაღაც ამოისუნთქო და ქორწინდე ქორწილი საშუალება მისცე საკუთარ თავს, მაგრამ არა ამ დროს უკვე ავტომატურ რეჟიმში სხვა რაღაცები შემოდის და ალბათ ამისთვისაც უნდა იყოს ადამიანი მზად. ან მზადყოფნა უფრო არა, ალბათ მიმღებელი უნდა იყოს, რომ მიიღო. ანუ შენ ახლა უკვე ეს ინტეგრაციის პროცესის გაიარე, ახლა უკვე დაიწყებ თეზისზე მუშაობას, მთელი ზაფხული იქნები ამ პროცესებით დაკავებული და მერე უკვე ეს მიზნები ხომ უკვე გადავა შესრულებული იქნება. მერე უკვე ახალი მიზანი გამოჩნდება ქორწილისთვის მომემზადოთ. იმიტომ რომ რაღა დარჩა, მერე რაღა დარჩა თეაკო. ხალხნო დამიჭირეთ მხარი გთხოვთ. ამდენი წელია მეგობარი მყავს და ჯერ არავის ქორწილში არ ყოფილვარ, წარმოიდგინეთ. ანუ დიდი ქართული ქორწილი მინდა და ქართული ტრადიციული დავაქორწინოთ ეს თეაკო დავაქორწინოთ იქნება მე საერთოდ არ მაინტერესებს შენ თუ გინდა უქორწილოთ გაყევი მე ქორწილში მინდა კეიფისთვის ვარ მომზადებული
არა, სხვათა შორის მე თეაკოს ვუთხარი, თუ სამსახური მე ახლა სამსახურის ძებნის პროცესში რო ვარ და თუ სამსახური შემიწყობს ხელს, საშუალება მექნება ფინანსურად და დროის მხრივადაც, მზადაც ვარ იმისათვის, რომ კანადაში ჩავაკითხო და იქაურ ქორწილსაც დავესწრო, თუ ექნება ქორწილი იქ, რა ვიცი, სადაც იქნება თეაკო, ბათუმი, თბილისი, კანადა, მონრეალი, ტორონტო, რა ვიცი. ვერსად ვერ დაგემალები. არავითარ კამერით წამოვალ, კამერით და მიკროფონით. მოუწონს. კამერით და მიკროფონით წამოვალ, რათა ჩვენს მსმენელს გავუზიარო ყველაფერი სხვათა შორის მიგულშემატკივრეთ. მინდა მყავდეს გულშემატკივარი, რომ როგორმე მივიყვანოთ ეს ქალბატონი. გადაწყვეტილებამდე. გეგმა. კარგი თეაკო. კი, ეს არის ჩემი და ჩვენი მსმენელის საერთო გეგმა, ეს იქნება ჩვენი გეგმა და ერთ დღეს ქორწილი რომ იქნება და თეთრ კაბაში რომ იქნები გამოპრანჭული, იმ დღეს აუცილებლად მიკროფონით მოვალ და რაღაცას გკითხავ. ჩავწერ აუცილებლად მსმენელისთვის. უკვე წარმოვიდგინე. მეც წარმოვიდგინე. ისე რა, კარგად შემიძლია ასე ხოლმე წარმოვადგენინო ხალხს რაღაცეები. ანუ გვინდა ეს რაღაცა. კაი, თეაკო, შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი ბევრს, მაგრამ მგონი დავღალეთ ჩვენი მსმენელიც, იმიტომ რომ ძალიან ღრმა თემებს შევეხეთ და გასაცნობად საკმარისია უკვე. ამდენად ღრმად მესამე ეპიზოდში არ გვინდა რომ გაგვიცნონ, იმიტომ რომ მალე დავკარგავთ მსმენელს. ესე იგი, როგორ შეაჯამებ? მოკლედ. ვფიქრობ, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ჩვენი რაღაც პრაქტიკული გამოცდილებებით და ალბათ მსმენელსაც გაახსენდებოდა რაღაც ისეთი სიტუაცია მათ ცხოვრებაში, რამაც შეცვალა, თუნდაც შეიძლება არ იყოს ეს მთელი ცხოვრების მნიშვნელობის ცვლილება, მაგრამ შეიძლება შეცვალოს ერთი დღე. ან შეიძლება შეცვალოს ერთი კონკრეტული თუნდაც ისეთი მდგომარეობა, რომელიც წარმოგიდგენია, რომ შეიძლება იყოს გამოუვალი მდგომარეობა და შეცვალოს ეს ერთი მდგომარეობა და შემდეგ ეს იყოს რაღაც ძალიან დიდი მნიშვნელობის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი რაღაც თავისი გამოცდილებით და ცხოვრებისეული სიუჟეტებით დააკავშირებდა საკუთარ თავს ჩვენს ამ ეპიზოდთან და ჩვენი მიზანიც სწორედ ეგ იყო. დღევანდელ ეპიზოდში არ გქონია წერილი, მაგრამ შემდეგ ეპიზოდებში აუცილებლად გაგიზიარებთ, იმიტომ რომ დღევანდელი ეპიზოდი ასე თუ ისე მაინც გრძელი გამოგვივიდა სხვა ეპიზოდებთან შედარებით, ვეღარ ჩავატევდით წერილს. შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მეილზე პირადი წერილი, რომელშიც სახელებს და პერსონაჟებს ყველაფერს შეცვლით, ასევე თუ კი ქალაქია და მიუთითებთ არ ჩაწეროთ ის ქალაქი, რომელ ქალაქშიც იმყოფებით, არამედ რამე სხვა ქალაქი აიღეთ და ჩვენი გადაცემის მეშვეობით შევეცდებით გიპასუხოთ მოგცეთ რჩევები. დღევანდელი ეპიზოდის ერთი რუბრიკა აღარ გამოგვიყენებია, რუბრიკა ნოსტალგია, თუმცა გავიხსენეთ ჩვენი მეგობრობიდან ის ერთი სასიამოვნო მომენტი, რამაც ნოსტალგიურად ერთმანეთთან დაგვაკავშირა. ამ შემთხვევაში ნაკლებად დაუკავშირდით ალბათ ამ რუბრიკით ჩვენს მსმენელს, მაგრამ თავარია ჩვენ ვიყოთ ერთმანეთთან დაკავშირებული. ალბათ ჩვენ მსმენელს გავაცანით ჩვენი დროის ერთად გატარების დინამიკა, როგორ გამოიყურება. და რას უნდა ელოდონ შემდეგი? მსგავსი მომენტები ჩვენთვის. და რას უნდა ელოდონ კიდე ჩვენგან ქუჩაში ნამდვილად არ გავწვევით პოდკასტის ჩაწერის დროს, მაგრამ აუცილებლად გვექნება ისეთი თემები, რომ მეც ვიცინებ და გაგანდობთ როგორი სიცილია, რომელიც თეაკოს ძალიან ძალიან მოწონს. კარგი, თეაკო, სასიამოვნო იყო ეს ეპიზოდი, ამ თემებზე საუბარი შენთან ერთად და შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით. მართალია მუსიკა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ხმა არის მუსიკა.
ნამდვილად. მადლობა რომ აქ ხარ. მადლობა შენ და მადლობა ჩვენ მსმენელს აქტიურობისთვის და ერთგულებისთვის. მადლობა, ნახვამდის. კარგად.